სადაც სიმღერა, სადაც მუსიკა, სადაც ნიჭიერება, სადაც ახალგაზრდები არიან და სადაც ასეთი ადამიანები კიდევენ პროექტს ხელს, როგორც გვერდით უკვე ჩვენი სტუმარია. იქ ყველაფერი ირიქსია და სადაც ჩვენ ყელმოღერებულები ველოდებით სიახლეებზე და მიმდინარე პროცესებზე სასაუბრად. თან დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოს ხმა უკვე რუსთაველის პირდაპირ ეთერში ძვირფასო მოგებულ ლაივში გვექნება დღეს საღამოს ყველაზე სახალხო და რეიტინგული მუსიკალური პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი სიხილავს დღეს. ჩვენი არქის მაყურებელი საოცნებო ტიტულისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დღეიდან იწყება ჟიურის 8 ფავორიტი საქართველოს გააგონებს საკუთარ ხმას. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს გამარჯვებულის ტიტულისთვის ბრძოლას, აი ამას უკვე რამდენიმე საათში ვნახავთ, ყველანი მონსტრენი გავხდებით. მანამდე კი გეტყვით, რომ ამ მეგა პროექტში ნამდვილად ვარსკვლავები იბადებიან. დიახაც, პირველი ცოცხალი კონცერტი დღეს 23 საათზე დაიწყება. რა სიურპრიზები და სიახლეები გველოდება წინ, ამას უკვე ჩვენი სტუმარი, საქართველოს ხმის პროდიუსერი გიორგი ხაბუზანიასგან გავიგებ. დილამშვიდობის, გიორგი. და დილამშვიდობის ჩვენს ოქროს გიაკებს. თქვენც მოგხედავთ ეხლავე, თქვენც ეხლავე მოგხედავთ რა. რეზიკო დიდებაშვილი, ხაფავა, დავით ბენდელიანი, ჩვენი სამივე ჟიურის სამივე ოქროს ღილაკი არის იმ 8 ფავორიტში, რომელიც დღეს იწყებს ახალ ცხოვრებას. გიორგი, დილამშვიდობის. ახალ ეტაპზე გადავდივარ. გაგვეძებულ ხართ. ძალიან კარგი ისა რომ ლაივებზე გადავედით და რადგან ფეხბურთია რუსთავერზე და ახლა ესეთი ეტაპია განსაკუთრებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გადადის სოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ხმა დაიწყება 11 საათზე, 10-ზე არ დაიწყება 11 საათზე და იქნება მოკლე, იმიტომ რომ 1 საათზე ნაკლები იქნება, ამიტომ რეალურად მაყურებელს თითქოს სიმღერები ამ უნიკალური და ამ მშვენიერი ბავშვების ხო ისედაც ცოტა დროს ავართ ჟიურის არ ეხება იმდენი დრო შეფასების და არც სიმღერები იქნება და ბოლოს ერთ ადამიანს ვისაც ყველს ნაკლები ზარი ექნება ის დატოვებს სამწუხაროდ პროექტს დანჩენი ნუ ხო არ ვიცი როგორ ჩავეტევით ამ ერთ საათში მაგრამ ხო აი იმ ტემპით ვიქნებით რომ ბოლოს ვფიქრობთ რომ შეიძლება საერთოდ ამოვიღოთ ყველაფერი და პირდაპირ თქვათ რომ თქვენ ყველას ნაკლები ზარი გაქვთ და კარგად საკმაოდ ესეთი დაძაბულები ვიქნებით ყველანი რადგან დროც არ არის და თან მაყურებელს გადაეცემა მთელი სადავეები. რა თქმა უნდა, ისედაც ხواسი არის და შესაბამისად. თუმცა ჩვენ კომპრომისი არ დავთ, სიმღერები არის სრული, იცი, ქრონომეტრაჟით, მან ეგ არის ეს პროექტი არის გაიკვირდება სიმღერაზე, ამიტომ სიმღერა არის ნომერი პირველი. გიორგი, როგორ შეაფასებდი აი ამ მესამე სეზონს საქართველოს ხმის, რასაც უყურებ ჩემთვის რომ ფიქრობდი ადამიანებს, ვისაც მომავალში უნდა სიმღერა და პირველ ნაბიჯებს დგამს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, სწორედ საქართველოს ხმა, დღევანდელ დღეს, როცა ბევრი არაფერი არ არის, სხვა რაც შეიძლება გამოადგეთ მათ, როგორც რაღაც საწყისი თავიანთი კარიერის. აი, ნათელი მაგალითი აქ შედან, ბავშვებს ვეძახს, ახალგაზრდა მონაწილეები, რომლებიც რეალურად ჩემთვის როგორც პროდიუსერს ძალიან მიხარია ერთი მხრივ როგორც პროდიუსერს და ასე როგორც ქართულს, რომ საქართველოში სასიმღერო კონკურსებში, ნუ აი, ყოველ ჯერზე კიდე რო გავაკეთოთ, სულ მოდიან ძალიან ნიჭიერი რაღაცნაირი აი გამორჩეულად აი ის არ კი არა უბრალოდ კარგად ვღერიან ძალიან კარგად რომ ხო რომ ეგ ნაწილი არ იწურება აი როცა აკეთებ სხვა პროექტებს იქ შეიძლება რომ აი ყოველ სეზონზე რო აკეთო ახალ შეიძლება სეგმენტურია და რაღაცები შეიძლება ამოწურდეს ფისკალობით რაღაც არ ვიცი რაღაც არის ამ ქვეყანაში სიმღერაში ძალიან კარგი ის არის რა ქვია შემადგენლობა და აი ნათელი მაგალითი არის სამი კონკურსანტი და არა მარტო ეს სამ სხვებიც ვინც დღეს იქნება დუელები ხო იმიტომ რომ ისეთი გულდა საწყვეტი იყო და ნუ მე ძალიან მიხარია რომ ბევრი თქვენგანის და ამ კონკურსანტების სიმღერები აიტაცეს ასე ინტერნეტში ძალიან ბევრი ნახვა აქვს და ნუ ეს იმაზე მეტყობს რომ ხალხს კარგი მომღერალ და კარგი სიმღერა უყვარს და არ ბეზრდება და სუმზადა არა ნუ არა თავარი არის რომ არის საშუალება რომ ეს გაკეთდეს საქართველოში ხშირად და თავი ამის ავანგარდში ხოლმე რომ სულ აკეთებს ეს ტალანტ შოუები და აღმოჩენები ახალ ვარსკვლავებს სულ ამ
არ გიწევდა ხოლმე ვაჭრის ჯოსტარის ეპოქაში. გადავიდეთ ახლა ჩვენს ოქროს ღილაკებთან. ფაქტია, რომ პროფესიონალურ ჟიურის პირველივე მოსმენაზე სწორი იმპულსები ქონდათ, რომ დააჭირეს ხელი, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ ამ ეტაპამდე თქვენ ისევ ჩვენი გუნდის წევრები ხართ, ის 8 ფავორიტის სამეული ხართ, რომელიც დღეს იწყებს კიდევ ახალი აზარტით ბრძოლას. ახალი ეტაპი. ნამდვილად, თქვენ როგორი მზაობა გაქვთ დაუშვათ და ეს თქვენ არ შეგეხოთ ეს ჩვენი რაღაცა ლიმიტირებული დრო, მაგრამ მოდი გამოვიყენოთ ნებისმიერი შანსი მაყურებელთან ხმის მისაწვდენად, იმიტომ რომ მათ ხელშია ახლა თქვენი წარმატების ამბავი. დათო. დავით. გესალმებით პირველად. სალამი. ესე იგი, რაც თავარია, ყველაფერი მუსიკალურად ისე არის დალაგებული, ეს გაფრიკე რაღაცნაირად ხელს არ შეგვიშლის და პირველ რიგში გამოვალთ და წავდგებით მაყურებლის წინაშე მაქსიმალურად მომზადებული და პირველი ლაივია, პასუხისგებლობა, ემოცია პირველი და პირველ რიგში მადლობა მაყურებელს და მადლობა მხარდაჭერებს იმისთვის, რომ მთელი კვირის მანძილზე არ ცხრება. ხო, ეხლა იგზობს თქვენი მხარდამჭერების და მაყურებლების სიმპათიას თქვენი მისამართით რეალურად. ხო არის სრული მობილიზება, შემოუძახეთ ხო თქვენებს. მაქსიმალურად. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ახლა დავდგებით სცენაზე და ვეცდებით რომ მაქსიმალურად. მზად ხარ დღევანდელი საღამოსთვის? ნინიკო. ნინი არ მომწონს. ეს საჭუმად. მე მგონი დილით გაღვიძება არ გვარს იქნება უბრალოდ ეს არის მიზეზი ხო? მაგრამ კარგ ეთერში ხარ. კარგ ნინი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი ამ 8 ფავორიტ შორის. პატარა შეგვიძლია ვთქვათ. კი და ეს ფაქტი კიდევ დაადასტურა იმან, რომ მისი დუელის წევრი, რომელიც იყო ისე გაეტირა, ასე ვთქვათ, რომ ვერც გაიაზრა ის, რომ მას მიეცა შანსი, რომ გაეგრძელებინა ეს კონკურსი, იმდენად განიცა და მისი წასვლა. ნინი, შენ როგორი განცდებით ხარ დღეს და რას ელოდები შენ დასგრძნობ მაყურებლისგან? თავშეთ რო გადიხარ ეს დღეები, ეს თვეები თუ რაც პროექტი ეს პერიოდი. ნინისთვის პირველი პროექტია ეს, რომელიც ვიცი სატელევიზიო. როგორ ვძნობ ხდება ამ კუთხითაც. შენი კარიერის განვითარებას ჩვენი პროექტის დახმარებით? ნუ ამ პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ესეთ პროექტში პირველად ვარ და ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. და დღეს ერთსული მაქვს, როდის მოვა ლაივის დრო. უი, რა მაგარია. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება, ბევრი ადამიანი ელოდება ჩვენს ლაივს და ვეცდები, რომ ჩემი მაქსიმუმი დავდო. რა თქმა უნდა. ისე ოქროს ღილაკობა დიდი პასუხისმგებლობაა, გინდა არ გინდა გავალდებულებს, რომ იყო იმ სიმაღლეზე, ხო, რაღაცა თამასა. ჯერზე კიდე დაეჭიროს ოქროს ღილაკს ხელი. რედიკო, შენც გაგვიზიარე შენ. ამაღლებული განწყობა მაქვს, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ძალიან მიყვარხარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ გვერდში ვარ და ვიმედოვნებ, რომ უმაგრესი ლაივი იქნება, დარწმუნებული ვარ და სრულიად ანვახტაცებული ვარ ამ ყველაფრით, იმიტომ რომ თითოეული დღე არის ძალიან მაგარი, რეპეტიციები ძალიან კარგად მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად ჩავლის ჩვენი. აუცილებლად ძალიან კარგად ჩავლის, თქვენ გაქვთ შანსი და საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ თქვენს გულშემატკივრებს. ნომრები ახლა არის ღია, ხო? მიღებისთვის თქვენი ხარდამჭერებისთვის კი ღია ნამდვილად და არ ვიცი, თან კარგია, თან სანერვიულოა, როდესაც მაყურებლის აქტივობაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ კონკურსანტის წარმატება, იმიტომ რომ უბრალოდ იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს მაყურებელი აქტიური და ამ დროს კონკურსანტი იყოს შესანიშნავი და მართლაც გამარჯვების ღირსი, იმის გამო რო არ დაურეკეს, ვერ მოხდეს იქ, სადაც მას ეკუთვნოდა და ეს ძალიან გულისხმეტებია ხოლმე და ამიტომაც ყველა უნდა იყოთ მობილიზებულები. საერთულია ნამდვილად, იმიტომ რომ მართლა თქვენს ხელშია მათი წარმატების გზა. შეიძლება მართლა გამარჯვებული არ იყოს ის ადამიანი, ვინც ძალიან ახლოს მივა მაყურებლების გულთან, იმიტომ რომ ხდება ხოლმე ასე კონკურსში, რომ ისე დაამახსოვრდება კონკურსანტი, რომელიც შეიძლება უბრალოდ კასტინგები. კი, ზუსტად. აღმოაჩინა, რომ მას მთელი კარიერა ნამდვილად შეუქმნას ამ კონკრეტულმა პროექტმა, მაგრამ ახლა უკვე ეს ჩვენი შესანიშნავი 8 კონკურსანტი. ჩვენი მარგალიტები. ხოლო თქვენს მხარდაჭერის იმედს. ჩვენ რაც შევძელით, აქამდე მოგიყვანეთ, აწი უკვე თქვენ ხელშია ეს ყველაფერი. ჟიურის სიტყვა ესეთი. აქამდე ჩვენ
და რაც მთავარია დღეს გავიგებთ როგორც კონკურსანტს რომელიც პტოვებს დღევანდელი ლაივის შემდეგ ასევე თქვენი მხარდაჭერით ყველაზე მეტი ხმის ფლობელს ყველაზე წარმატებულს დღევანდელი ლაივის ფარგლებში ასე რომ რეალურად თქვენც კონკურსში მონაწილეობთ. მიუხედავად. მახსენდება რომ ბოლოს როდესაც დგებოდა ის მომენტი, როდესაც აცხადებდნენ თუ ვინ ტოვებდა პროექტს, ვინ რჩებოდა, რომ ყველა ისე ყრუნდებოდა და არ გვესწრებოდა და დუტას მხოლოდ აი პირის არტიკულაციაზე ვცდილობდით რომ ამოგვეცნო რომ აბა რა ხდება და არჩი თუ მიწავედი და ვიტირო კულისებში აი ეს ხდებოდა ნამდვილად დღეს იგრძნო ნერვულობას წარმატებები მინდა გისურვოთ თუმცა ერთმანეთის გულშემატკივრობა უმთავრესი რამ არის რაც აუცილებლად ჩანს ხოლმე ეკრანზე და აუცილებლად იგრძნობა ეს და რა თქმა უნდა ამ კონკურსზე არაფერი არ მთავრდება მხოლოდ იწყება და ამიტომ უნდა მიიღოთ მე არავის არ უკითხავს ისე ცემა მიმებს რა ქვია რა იმიტომ რომ ნაკონკურსალი ხარ და ამარხზე და მთავარია რომ მაინტერესებს რეპერტუარში თუ თქვენ თვითონ თუ ცდილობთ რომ ჩაერიოთ რეპერტუარის შერჩევის დროს აქ ისეთი პედაგოგები და გუნდი მუშაობს რომ თქვენი ჩარევა არ ვიცი არ მინდა რომ რაღაცნაირად სულად გამომივიდეს მაგრამ ზედმეტი შეიძლება აღმოჩნდეს ნუ ყველა მუშაობს იმაზე რომ მათი საუკეთესო თუმცა თუ გაქვთ ამის სურვილი რომ რაღაცა თქვენ ისეთი რეპერტუარში გაქვთ რაღაცა რომელიც გინდათ რომ უცლებოდ არა ახლა ნამდვილად სწორად აღნიშნეთ ისეთი პროფესიონალთა გუნდი არის შეგრებილი რომ თითქმის არ საჭიროებს რომ თავარია უბრალოდ ემოციები და გუნდი მღერა. ბატონო შენი მოსწავლეები მობილიზებულები არიან? მადლობა მთელ კუთალიან. კეთილი, წარმატებები ჩვენს 8-ვე კონკურსანტს, 3 მათგანი არის ახლა ჩვენი დილის სტუმარი, რადგანაც ოქროს ღილაკები არიან და შესაბამისად მარტივად ამის გამო გამოვყავით ისინი, თუმცა 8 კონკურსანტი ელოდება ჩვენი მაყურებლების მხარდაჭერას დღეს ფეხბურთის შორის ჩვენ აუცილებლად უნდა გვიყუროთ, რადგანაც ჩვენც ვართ სოფლიოს ნაწილი და ჩვენ აბა ეპიცენტრში, რას ქვია? სოფლიოდან დაგვირეკეთ ძალიან. რასთავარია ის ქრონომეტრაჟი არ დაეთყობათ ჩვენს ბავშვებს და მათ შესრულებას, რადგანაც ეს არის მუსიკალური პროექტი, ამიტომ ის დრო რაც გვექნება მათ სრულად ყოფნით. ხო ასეა კი? და წამყვანი და ჟიურის წევრები თვითონ ჩქარები ჩვენ თქვენსავით ვუყურებ ყველაფერს. ჟიური მათ იქნება კი, ჩვენც რიგითი მაყურებლები ხდებით ასე დროს. ამიტომ ერთად უგულშემატკივროთ იმ ადამიანებს, ვისი იმედიც გვაქვს და ვინც გვინდა რომ გახდეს საქართველოს ხმა. რა თქმა უნდა. მოკლედ აბა დროებით, გემშვიდობებით, საღამოს ისე შევხვდებით ერთმანეთს. ბედნიერ დღეს. ნახვამდის. წარმატებები.